სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა დღეს არის ჯვრის თაყვანისცემის კვირა მარხვის შუას მივაწიეთ შუა მარხვის დროა სამი კვირა გავიდე და ჯვარს თაყვანისცემთ რათა ჯვარმა გავგაძლიეროს რომ ღირსეულად დავასრულოთ წმინდა და დიდი მარხვა ამიტომაც ჯვარს ეხება დღევანდელი სახარება და უფალი ამბობს ვისაც უნდა გახდეს ჩემი მოწაფე ან გამომყვეს მე უარყოს თავითვისი, აიღოს თავის ჯვარი და გამომყვეს მე. ნახეთ, ასე იგი უფლის ჯვარი ვიცით და ჩვენი ჯვარიც არსებობს თურმე. რას ნიშნავს ეს ყოველივე? უფლის ჯვარი გოლგოთაზე აღმართული ჯვარია, ხომ? რომელიც იყო სამარცხვინო სატანჯველი იარაღი და ჩვენი დიდების ნიშნად იქცა ჯვარი უფლისა. მაგრამ საიდან მოდის ეს ყოველივე? მინდა ცოტა შორიდან გაჩვენო თქვენს ძალიან საინტერესოა ამისი დანახვა მთლიანობაში ღვთის განგებულება როგორ აღსრულდა. ეს არ იყო შემთხვევით მომხდარი ამბავი, ღმერთის განგებულება იყო ამაში. გახსოვთ, როცა მონობიდან ათავისუფლებს ისრაელს ღმერთი. ის ღამე გახსოვთ როგორ არის აღწერილი, როცა ეუბნება ისრაელს, რომ ყოველმა თქვენგანმა მსხვერპლის სისხლი წაუსვას კარებს და როცა ჩამოივლის სიკვდილის ანგელოზი, ეს არის ბოლო სასჯელი ბავშვის მკვლელი ეგვიპტელების, ეგვიპტელები ბავშვებს უკლავდნენ ებრაელებს, პირველ ვაჟებს და ეს არის ბოლო მწარე სასჯელი ეგვიპტელებისთვის, აი იმ მკვლელობისთვის და თქვენ დაკალით მსხვერპლიო, კრავი დაკალით იმ ღამესო და სისხლი წაუსვით კარებზეო. ეს წერია ბიბლიის მეორე წიგნში. და რო ჩამოივლის სიკვდილის ანგელოზი კარებზე სადაც სისხლს დაინახავს არ შევა იქ და თქვენ გადაარჩებით სისხლი რომელმაც გადაარჩინა რჩეულიერი და იმახსოვრეთ სისხლი რომელმაც გადაარჩინა რჩეულიერი შემდეგ კიდევ ერთი შემთხვევა აღწერილი ძველ აღთქმაში ეს არის მე-6 საუკუნე ქრისტემდე ქრისტეს მოსვლამდე ჯერ 6 საუკუნეა კიდევ და რჩეულერს ისრაელს განურისხდა ღმერთი და ეუბნება რომ აი იმ სისაძაგლეების გულისთვისაც თქვენ ჩადიხართ ჩემს ხალხში, ჩემს ქვეყანაში, ისრაელში და ყველაზე მთავარი ტაძარში დაგждით ეუბნება და ბაბილონი მოდის ისრაელის ასაუხრე, იერუსალიმის ასაუხრებლად. ხო ბაბილონის ტყვეობა ყველა ვიცი, მაგრამ საინტერესოა რას ეუბნება იერემიას. იერემია ამ დროს, ბოდიში, ეზეკილი ამ დროს წინასწარმეტყველი და ეზეკიელი ხედავს ერთ ღამეს ჩვენებას, გამოცხადება აქვს ეზეკიელს იმის შესახებ რა მოხდება და დავინახეო რომ 6 კაცი მოდის ზემო კარიბჭიდან, ანუ 6 ანგელოზი მოდის. ეს არის გამოცხადება ხედვა ეზეკიელის და სამსხვერპლოზე სადაც ღმერთის დიდება იყო, ეს ღმერთის შეხინა დიდება ღმერთის აიწია ეს დიდება და წავიდა წაზრეს ზღურბლისკენ და ამ 6 კაციდან ერთ-ერთს ეძახისო, ჩემთან მოდიო ჩემთანო. ღმერთი ეძახის ერთ ანგელოზს და ხო საინტერესოა რას ეუბნება. ეუბნება უფთრამას უფალმა ჩაიარე ქალაქში იერუსალიმში და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კნესის და მოთქვამს ჩადენილი სისაძაგლეების გამო. ანუ ხომ არის ხალხი, წესიერი ხალხი, ვინც განიცდის აი ამ ურჯულოებას ისრაელში ხდება, ანგელოზს ეუბნება, თანამ ანგელოზს მესამელნე უჭირავს ხელში, მელანი უჭირავს და ჩამოიარეო ხედვაში ამას ყველას შუბლზე დაადე ნიშანიო ვინც განიცდის აი ამ ურჯულოებასო და ცხებს უთხრაო ხუთსო რომ თქვენ კი გაყევით უკანო და მუსრეთ დიდი და პატარა ვინც ამ ურჯულოებაში ცხოვრობსო და ეს არის ხედვა იმის წინასწარმეტყველება რომ მალე ბაბილონი მოვა და აოხრებს იერუსალიმს. ახლა წერია ნახეთ ნიშანი დაადე შუბლზეო. ბერძნულშიც ბიბლიაშიც წერია სიმეიონ ნიშანი იქაც. ებრაულში წერია ორიგინალი ხო ენა ბიბლიის ებრაულში წერია ტ ნიშანი გაუკეთეო. თავ იყო ესე თავ ასო, ებრაულში ბოლო ასოა ეს თავი და როგორ გამოიყურება ეს ნიშანი, გაინტერესებთ? აი ასე გამოიყურება. ეს ნიშანი ეზეკიელის დროს, აი როცა ამას წერს, აი ასე იწერებოდა. ჯვარი გაუკეთე ყველას ჯვარი ვინც უნდა გადარჩეს ამ რისხვას. ნახეთ, პირველად რა იყო სისხლი, მეორედ ჯვარი. და აი ამ ნიშანს, აი ამ ტავს, ეს არის ბოლო ნიშანი
მისი ებრაული ანბანის და როგორც ებრაული ხომს მე ვარ ანი და ჰოე მე ვარ ალფა და ომეგა მე აქაც აი ეს ბოლო დასასრული მისი განგებულების დასასრული რომ ნიშანმა რომელსაც დაადებს იქ მისცემს ის ადამიანებს მან უნდა გადაარჩინოს ისინი ხედავთ სისხლი და ჯვარი ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში და აი დიდი მამები საეკლესიო მამები პირველივე საუკუნეებში ტერტულიანე, ჰიერონიმე, ორიგენე, აი ამ ტავზე ამბობდნენ, რომ ეს არის წინასწარმეტყველება უფლის ჯვარზე, ხომ გავს ჯვარს. და ეს ორი რამ. და კიდევ ერთი. მოსეს რჯულში იყო ასეთი სიტყვა, მითითება, ასეთი მცნება. ნახეთ? თუ ვინმე ეს მოსეს დროს მისცა ღმერთმა ეს მცნება ებრაელებს. თუ ვინმე სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს და მოკლავენ, ანუ სიკვდილით დასჯიან ხეზე ჩამოკიდებ მას. ღამე ხეზე არ უნდა დარჩეს მისი გვამი, არამედ იმ დღესვე უნდა დამარხო, რადგან ღვთის მიერ არის დაწყევლილი ხეზე ჩამოკიდებული. ანუ ის, ვინც სასიკვდილო ცოდვის გამო დაიჯება და ხეზე ჩამოკიდებენ, ღმერთისგან არის დაწყევლილი, ამიტომ არ დატოვო დიდხანს, იმავე დღეს ჩამოხსენი და დამარხე. ხიდან ვინ ჩამოხსნეს იმავე დღეს? ხის ჯური და იესო ქრისტე. დაწყევლილია და სასიკვდილო ცოდვა ჩაიდინა, ესე იგი მან. ანუ შეიძლება უცოდველმა, რომელსაც ყველაფრით გვავდა ჩვენ გარდა ცოდვისა, ეს მცნება ეხება უფალს თუ არ ეხება? დაწყევლილი და სასიკვდილო ცოდვის ჩამდენ ის ხომ არ იყო? აბა რატომ ჩამოკიდეს ხეზე? რისთვის? ჩვენთვის. ჩვენ ვიყავით დაწყევლილი ჩვენი ცოდვების გამო. და ჩვენ ქონდა ჩადენილი სასიკვდილო ცოდვები და ის უცოდველი ძეღმერთი ჩვენთვის ჩამოეკიდა იმ ჯვარზე, იმ ხეზე, დაიწყევლა ჩვენს მაგივრად, მოიკლა ჩვენს მაგივრად და ჩვენ გაგვათავისუფლა სასჯელისგან. ესმით, აი ესა ამ ჯვრის მთელი მნიშვნელობა, მთელი შინაარსი, მთელი არსი ამ ჯვრის, რომელიც ჩვენ უნდა გააზრებული გქონდეს და ქრისტე ამბობს, რომ აი მე თქვენთვის ვიტვირთვე ეს ჩემი ჯვარი ეს იყო თქვენთვის ვიტვირთვე აი როცა მიყავთ გახსოვთ გოლგოთაზე რომ მიყავთ თვითონ მიაქვს მას თავისი ჯვარი შემდეგ რომ დაეცა და აღარ შეძლო მაშინ მიეხმარ მაგრამ მანამდე თვითონ მიაქვს რატომ მიაქვს თვითონ რომ ამბობს მე ნებაყოფლობით მე თვითონ ჩემი ნებით ვიტანჯები და წირავ თავს თქვენთვის და შემდეგ ამიტომ ამბობს მანამდე ამბობს ამას ნახეთ სანამ ჯერ ჯვარცმა ჯერ შორსა როცა ამას ამბობს ვისაც უნდა ჩემი მოწაფეობა თავის უარყოს საკუთარი ეგოიზმი, საკუთარი სურვილები, ადამიანური ეს რაც გვაქვს ჩვენ, რაც გვაქვს ის ხორციელი კაცი უარყოს, აიღოს თავისი ჯვარი, თავისი ტანჯვა ჩემთვის და გამომყვეს მე. ვინც ამას ვერ შევძლებთ, ესე იგი არა ვართ ჯერ მისი მოწაფეები. იმიტომ რომ ხანდახან ხო ჩვენ ხო ვამბობთ ხოლმე რომ აი აღსარებაში ხშირად ამობენ, ყველა ვიცით ეს ძნელია, წარეა, ტკივნეულია, ხო აი როცა ვიწყებთ ქრისტეს გზაზე სიარულს, ბევრ რამეს გააზრება ძალიან ტკივნეულია, ხო? შემდეგ თვალები გვეხილება და რასაც მანამდე არ გვინდოდა დაგვენახავ, ხედავთ და ეს ტკივილი კლავს, ხომ ასეა? რომ ძნელია, ტკივნეულია, მწარეა, ამ ყველაფრის ტვირთვა გააზრება, მაგრამ რა უნდა ვინ უნდა გაგვახსენდეს ამ დროს? ქრისტეს ჯვარი განამ წარე არ იყო, განამ ტკივნეული არ იყო. ჩვენ ცოდვების გამო გვემართება ეს და მას რის გამო დაემართა? ჩვენს გამო. ამიტომ უნდა ვიტვირთოთ ეს ჯვარი, ჩვენი ჩვენი ეგო დავთრგუნოთ, ავიღოთ ჩვენი ტანჯვა რაც გვაქვს ცხოვრებაში და გავყვეთ მას. და შემდეგ უფალი გვაფრთხილებს იმაზეც, რომ ვისაც ენდომება, რომ გადაარჩინოს თავის სიცოცხლე ჯვრის გარეშე, ის დაკარგავს მას. ის დაკარგავს საბოლოოდ. ვისაც და ვინც დაკარგავს სიცოცხლეს, აი ამ ტანჯვაში თუნდაც ის მოიპოვებს მარადიულ სიცოცხლეს და ამბობს, აი რა ერგება კაცს, აი რა სარგებელი ექნება კაცს, რომ მთელი მსოფლიოდ შეიძინოს თუნდაც და სული დაკარგოს მარადიული სიცოცხლე. ან იმ დღეს, მეორად მოსვლის დღეს, საშინელ დღეს, რით გამოისყიდი შენ სულს. წარმოიდგინეთ მეორად მოსვლის დღეს, ზოგიერთი დაიწყებს ხვეწნას, მომეცით შანსი, რომ გამოვისყიდო ჩემი სული. ხედავს, რომ კარგავს მარადიულ სიცოცხლეს და
ვერაფერი, არაფერი არ არსებობს, ვიც იმ დღეს, რაც იმ დღეს ჩვენ დაგვეხმარება, რომ სული გამოისყიდოთ ჩვენი. და ამბობს, აი ვისაც ცხენია დღეს ჩემი და ჩემი სახარების. აი მე შევარცხენ, როცა მოვალ დიდებით ანგელოს და თანხმლებით, მამის დიდებით, როცა მოვალ მეორედ. და ეს რომ უთხრა როგორც ჩანს, როგორც ჩვენ ვართ ხოლმე მოწაფეებით შეშინდნენ ცოტა, იმიტომ რომ ეს იცით რა მომენტია, როცა პეტრე ეუბნება მას, პეტრე აღიარებს მას, შენ ახარ ქრისტე, ძეცოცხალი ღმერთის და ქრისტე შეაქებს მას და შემდეგ ქრისტე ჯვარცმაზე იწყებს ლაპარაკს და პეტრე ეკამათება მას, რომ არა, შენი ჯვარცმა არ მოხდება, ხომ? ეს მომენტი ხო ყველამ ვიცით? და შემდეგ აი ამ ჯვარზე და ტანჯვაზე ელაპარაკება და როგორც ჩანს შეშინდნენ, იმიტომ რომ ისინი თვლიან მას როგორც მათი მეფეა, ისრაელის მეფეა ის. როგორც იქნა მოვიდა მესია და როგორ უნდა მოკვდეს? ქრისტე აფრთხილებს ჯერ ტანჯვა და სიკვდილი, შემდეგ აღდგომა და დიდება. და ასე რომ შეეშინდათ ქრისტემ ხომ იცის ეს დაუნება. ნუ გეშინიათ. აი თქვენ შორის 12 მოწაფე ხო დგას? არიან ზოგიერთები, ვინც ისე არ მოკვდება, რომ არ ნახოს მეორედ მოსვლის შემდეგ რა დიდება გელოდებათ. და წაიყვანა 6 დღის შემდეგ და სადავიდა თაბორის მთაზე და ფერი იცვალა მათ წინაშე, აჩვენა ის დიდება, რაც მათ ელოდებათ, მის მორწმუნეებს ელოდებათ, იმის შემდეგ, რაც აიღებენ ჯვარს და გაყვებიან მას და თვითონაც იტანჯებიან ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს ჩვენს ტანჯვა. ღმერთმა შეგვაძლებინოს დიდება ღმერთს, მის ჯვარცმას და მის ჯვარს. ამინ. და ეს არის მრავალ